სმაილიკ, უკვე გითხრას მშობლებას სად მიდიხარ დასასვენებლად ამზაფხულს? არა დიანა, ჯერ არ ვიცი. მაგრამ სმაილიკ, ხომ იცი რომ უნდა ვიცოდე წინასწარ რომ დავარწმუნდე ჩემი მშობლები რომ იგივე ბილეთები დაჯავშნან და შენთან ერთად წამოვიდე დასასვენებლად. ეგეთი მარტივია. დიანა, არ ფიქრობ რომ ეს ცოტა უცნაურია? ცოტა ხნით უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. სმაილ, რა შესვენება? ჩემგან დაიღალე? თუ გინდა რომ სხვა გოგოებსაც ფლირტავო? არა, არავისთან აღარ მინდა. სხვათა შორის დიანა მართალია. შენ მიდიხარ ამ ლონდონის ბანაკში? არ ვიცი, ჩემ მშობლებს უნდათ რომ სადღაც წავიდე. მეც წამიყვან? კარგი, წამოდი, მაგრამ შენ უნდა გადაიხადო. ჯანდაბა, ბროვასტი, რანაირი შეყვარებული ხარ? არ მესმის? ჯერ არსად არ უმუშაო.იანა, ეს გაიგე? სმაილიკს არ უნდა რომ ერთად წავიდეთ დასასვენებლად. ხო, ბროვასტისაც არ უნდა რომ ბანაკში გაუყვე. მინდა რომ წამოხვიდ. უბრალოდ ოჯახის დასვენებაა, დედა და მამა, შენი ქაურობას არ ეკუთვნის. აჰა, თურმე ჩემი ადგილი არ იქნება, მაგრამ შენ როდესაც მოდიხარ ჩემ სახლში, ბაღშამზე, ჩემ ოჯახთან ერთად, მაშინ არის ხო შენი ადგილი? არა, სმაილ, ეგ ასე არ მოქმედებს. კარგი, ჩუმად, ბებო მირეკავს. გამარჯობა, ბებო. გამარჯობა, სმაილიკ, სად ხარ? სკოლაში? ხო, ბებო, გაკვეთილებზე ვარ. და როგორ ხარ? ნაჭამი ხარ? კი, შევჭამე, ყველაფერი კარგადაა. გამარჯობა, ბებია ტანია. სმაილი, ვინ ლაპარაკობს? ისევ იმ სულელ გოგოსთან ერთად ხარ? არა, ბებო, არა. მისი ხმა გავიგე. მისმინე სმაილი, ხომ გაგაფრთხილე რომ ამ სულელ გოგოსთან აღარ იყო მეთქი? თან რატო აკეთებ ამას? ვერ ხედავ როგორ გამოიყურება, როგორ იცვამს? არ არის შენთვის საკმარისად კარგი. იცოდე მოვალ ახლა სკოლაში და თმები თვითრევ მაგ გოგოს. გაიგე? ბავშვებო, ეს მართლა მისი ბებია? კი, დიანა ეგა. და გაოცებული ვარ, გესმით რა სიძახის ჩემზე? სულელი გოგო დამიძახა, სრულიად შეიშალა. სმაილიქს არც უთქვამს ჩემთვის, რომ ბებიამის არ მოვწონდი. ხო, რა უხეშია. არა, ბებო, შენ არ გესმის. უბრალოდ გვერდით გამიარა. რა? უბრალოდ გავიარე? სმაილი, დაგავიწყდა რომ ერთად ვარ? კარგი, ბებო, მესმის შენი, გარეთ დაგელოდები. დიანა, საქმე იმაშია. რა ხდება, სმაილ, თუ შეიძლება ამიხსენი ეგ საუბარი. ბროვასტი, იმედია შენი ბებია, მანია არ მეძახის სულელ გოგოს. არა, იანა, ბებია ჩემი მის ბებიას არ გავს. ბროვასტი, ძალიან გამიმართლა შენს ოჯახში. კარგი, აგიხსნი ახლა ყველაფერს. ხო, სმაილ, გისმენ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა არ მოწონს ბებიაშენს ჩემში. ვყიდულობ ხოლმე აბრეშუმის მოსასხამებს, ძვირიანს, სუნამოს, შოკოლადს და კიდევ სულელ გოგოს მეძახის? ეგ არ მოხდება. დიანა, ხო იცი, ბებია ჩემი კლავა და მისი ბებია ტანია მეზობლები არიან. კი, მართალია, დამინახავს, ღობესთან სულ საუბრობენ ხოლმე. ბებია ჩემა კლავამ და ტანიამ გადაწყვიტეს რომ მე და იანა ვიქნებით კარგი წყვილი. რა? რა, სმაილიკ, ჩემთვის ეგ არავის არ უთქვამს. იანა, შენი აზრით მე ვიცოდი, ჩემი ბრალია რომ მეგობრები არიან და გადაწყვეტილება მიიღეს. კაი, მოიცადე ერთი წამი, არ მესმის. ანუ ბებია თქვენებმა გადაწყვიტეს რომ კარგი წყვილი იქნებოდით და უნდა დაქორწინდეთ? არა, სმაილ, ეს არ მოხდება. ხო, ვიცი, მაგრამ დღეს მოდის აქ და მინდა იცოდეს რომ დიანას აღარ ხვდები და ახლა იანაა ჩემი შეყვარებული. აჰა, ესე იგი უბრალოდ მოიგონეს რაღაცეები. მოკლედ, დღეისთვის წყვილები უნდა გავცვალოთ და შემდეგ ბებია ჩემს დაველაპარაკები. ხო, ჯობია შენ თვითონ დაელაპარაკო. დიანა, ვიცი რომ რთულია, მაგრამ ასია საჭირო. კარგი, სმაილ, ამას შენთვის გავაკეთებ. მოკლედ, ბროვასტი, აბა ნახვამდის, წამოდი დიანა. ვა, ბავშვებო, გამარჯობა. აქ რა ხდება? ბავშვებო, გამარჯობა. გამარჯობა, გოგოებო. პრივეტ. რამე გამოვტოვეთ? ხო, ლეილა, როგორც ჩანს, საიდუმლოებები აქვთ და ჩვენ არ გვეუბნებიან. სხვათა შორის, გოგოებო, ეს თქვენ არ გეხებათ. ხო, გოგოებო, არა, თქვენი საქმე. კარგი, გოგოებო, გეტყვით, მაგრამ ნასტია დამპირდი, რომ სკოლაში არავის არ ეტყვი. ლეილა, შენც. დიანა, არ ვეტყვი არავის. ხო, დიანა, ახსენი, რა ხდება აქ? დღეს კლასში ჭექაგუხელი და შტორმი გვაქვს. რა? რეებს იძახით, ხუმრობთ, ხო? არა, არ იტყვეება, ჭექაქუხილი ჩემი ბებია. ამიტომაც შევიცვალეთ წყვილები. გოგოებო, უბრალოდ ერთი დღით არის ასე. ხო, გოგოებო, და მთელი სკოლა იფიქრებს, რომ ერთად ვართ მე ბროვასტისთან და იანა სმაილიკთან. გასაგებია? მაგარი ისტორიაა, მაგრამ არ მესმის. კარგით, გოგოებო, წავიდეთ ვარჯიშზე. ხო, ვივარჯიშოთ. ხო, წავედით. იანა, ბრაუსი დიანას რატო ეხუტება? და დიანაც ეხუტება ბროვასტის. მისმინე დიანა, მითხარი, რატო ეხუტებოდი ბროვასტის? იანა, დამშვიდი, არ ვეხუტებოდი, უბრალოდ როლში შევედი. დიანა, გესმის რომ ეს ნამდვილი არ არის? არ გჭირდება ჩახუტება. კარგი, აღარ ჩავეხუტები მაშინ, ისე არ არის თითქოს მე მინდა. გამარჯობა, ბრაუს, ხო? დიანას რატო ეხუტებოდი? რა, უბრალოდ ვარჯიშობდი რომ სწორად გამეკეთებინა. ბრაუს ბებია ჩემი ჯერ აქ არ არის, შეგიძლია დიანასგან თავი შორს დაიჭირო. თანახმა ვარ, მაგრამ შენც იყავი შორს იანასგან. ჩვენ ყველაზე
მოკლედ ბავშვებო, გადაწყვეტილება მივიღე. მინდა რომ სრულიად შევიცვალო სტილი. თან რთულ ასაკში ვარ, უკვე გამოვიწერა ლეოპარდის პრინტის შარულები და ზედა და მინდა რომ თავი გადავიპარსო. მისმინე ჯული, ვიცი რომ ყველას აქვს ასეთი რთული პერიოდი, მაგრამ თავის გადაპარსო არ გჭირდება. მეც მქონდა ეგ რთული პერიოდი, როცა 11-ის ვიყავი, მაგრამ ადულად გადავლახე. უბრალოდ კედლები შევღებე შავად და კატლეტებს ჭამდი. მაგრამ ბავშვებო, არ ვიცი, უბრალოდ რაღაც უნდა შევცვალო ჩემ სტილში. ბიჭებო, თქვენ გქონდათ რთული ასაკი? ჯული, როდესაც რთულ წლებს გავდიოდი, თმები ვარდისფრად შევიღებე, მაგრამ მე ავტობუსში გოგო დამიძახეს. ამის მერე გადავწყვიტე და ისევ შავად შევიღებე. ხო, მე სირთულეებისას ბალახის მოწევა დავიწყე. პატრიკ, არაფერს არ ეწევი, უბრალოდ ასე ბუზებს აშინებ. კოსტა, არ მესმის, ჩვენ ფეხბურთელები ვართ, აქ ყველაზე მთავრები, ჩვენ რატო უნდა ვალაგებდეთ? იმა ქვემოთ რომ მიხედებოდე და ყველა ძაღლის ნაგავში არ აბიჯებდნენ, ამას არ დაგვალაგებინებდნენ. კოსტა, ჩემი ბრალი არა, რო ასეთი ფეხსაცმელები მაქვს, ყველაფერს ეკვრება. კი, მაგის ბრალია, უბრალოდ გზას უნდა შეხედო. დირექტორმა თქვა რომ ჰიგიენის ექსპერტები მოყავს. დასვენებაზე ვთხოვ ვინმეს რომ გაწმინდონ, ჩვენ ფეხბურთელები ვართ, ამას არ უნდა უწმინდავდეთ. დიმა, ამას უფრო ადრე ვერ მეტყოდი, უკვე ნახევარზე მეტი გავწმინდე. მოკლედ, მარიუს, რას ფიქრობ? უნდა შევიჭრათ მა თუ ჯობია შარვალი და ზედა ჩავიცვა? შარვალი და ზედა ჯობია. ფეხები არ დააბიჯო, არ შეხვიდეთ სასადილოში, იატაკი სველია. რა? მაგრამ ჩვენ კაფეტერიაში გვინდა შესვენება. ხო, გაგვიშვით. ჰეი, თქვენ კალათბურთელებო, დედა ჩემო უკვე გადაიხადა ლანჩის ფული. თუ თქვენ დამიბრუნებთ ფულს? იქ არავინ არ შედის. გასაგებია? ღმერთო, რა ხროვა არის? აღარ მიგვერს ცხრების ფარაა. ხელს გვიშლით უკვე. ბავშვებო, ამას შეხედეთ, ყველა აქ არის, როლებში იყავით. გეუბნებით, არ შეიჭრათ მა, კარგია, არ შევიჭრი, არა. ჯული, იცოდე დამპირდი. ბავშვებო, ეს მსოფლიოს დასასრულია? მათ წყვილები გაცვალეს? ბროვასტი, ჩემო ტკბილო, სმაილიკ, ჩემო საყვარელო. დიმა, შეხედე. ბავშვებო, ნახეთ როგორი გაოცებულები არიან. ხო, რა მოხდა? ხო, ორი ახალი წყვილი ყავს უბრალოდ. ლეილა, გაჩერდი. რა, ნასტია, უნდა იცოდნენ, ახლა იანა სმაილიკთან არის, დიანა ბროვასტისთან. რა? ბავშვებო, გვეხუმრებით? მე მგონი არა, ნახე დიანა როგორ ეხუტება ბროვასტის. მაგრამ ამ დილით დიანა იყო სმაილიკთან და იანა ხვდებოდა ბროვასტის. გონი მათ მეწყვილეები გაცვალეს. დიმა, ამდენი ხანი სმაილს ებრძოდი და ახლა ბრაუსთან მოგიწევს. კოსტა, ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა და მოწმენდისთვისაც მიდი გააგრძელე. ოხ, სმაილიკ, როგორ მიყვარხარ? მეც მიყვარხარ. ბროვასტი, დღეს დედა შენი გამოგვიცხობს თავის უგემრიელეს ხილის ღვეზელს? რა ნომცხვარი? ბროვასტი. ხო, ნომცხვარი. ხო, ალუბლის ჩემი საყვარელი. დიანა, დაინახე დიმას სახე როგორ შეეცვალა. ხო, იანა, დავინახე და სიმართლე რომ თქვა ძალიან შემეცოდა. საწყალი იტანჯება, ჯერ სმაილიკი იყო, ახლა ბროვასტი. ბავშვებო, სიმართლე უნდა გავიგოთ. ხო, ჩირლიდერებმა ბიჭები გაცვალეს და ჩვენ ბოლოს გავიგეთ ეს ყველაფერი? კარგით, მეგობრებო, ეს ჩვენ არ გვეხება, თუ უნდა შეიცვლებიან. ხო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. კარგი, იანა ჯერ ჩემი იყო, მერე ბრაუსის, ახლა სმაილის, შემდეგი ვინაა? ჯანდაბა, ბავშვებო, ეს სიგიჟეა. ხო, რატომ აკეთებენ ამას? სმაილ, ეს ყველაფერი ბებია შენის ბრალია. არტემეს შენ არ გეხება, იმას შეხვდები ვისაც მინდა და ეგ შენ ნამდვილად არ იქნები. მეგობრებო, ახალი ამბავი რა ხდება, სმაილ? ბებია ჩემი აქ აღარ მოდის, მისი შვილი მოდის. კოსტა, არ მესმის. დიმა, მგონი მივხვდი, ისევ გაცვალეს ერთმანეთი. ანუ ახლა ვინმისთან ერთადაა, აზრზე არ ვარ. აი, ხო გითხარით, ჯერ ბრაუსი, მერე სმაილი და ახლა ისევ ბრაუსი. ჯანდაბა. ბავშვებო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაგვილაიქეთ თუ მოგეწონათ და დააჭირეთ ზარის ღილაკს. სხვა დროს გნახავთ. კარგად? კარგად. ხო, მიდი, ახლა პოზა შეიცვალე. გადაიღე? მიდი, კიდე ერთი გადაიღე ასე. ხო, გადავიღე. მიდი, მეტი პოზები მაჩვენი. მოდი, ამ კედელზე დავდგები. მაგარია, ჰეშტეგი იქნება სმაილი, მთებზე მცოცავი. კარგი, გავიგე. აუ, დამავიწყდა, რა უნდა ამეღო? რა უნდა ამეღო? ჯიჯი, ფიშკები, სათამაშო ფიშკები. კარგი, მოვიტან. ფიშკები, სათამაშო ფიშკები. კარგი, ჯიჯი დაიმახსოვრე. ესე იგი, უნდა მოიტანო სათამაშო ფიშკები, სათამაშო ფიშკები სპორტ დარბაზიდან. ფიშკები. მიდი, გადაიღე ფოტო. ხო, ყველა გოგოს მოვეწონებით. გადაიღე? მოეწონება? დარწმუნებული ვარ, მოეწონება. ბურთის დატრიალებისას გადამიხე. კარგი, სმაილ, ბევრი გადაგიხე. მიდი, ახლა ჩემი ჯერია, მეც გადამიხე. კარგი, მაგრამ გთხოვ, კარგ პოზებში დადეგი. მაიკაც ხო არ გავიხადო. რა, გინდა რომ მაიკის გარეშე გადაგიღო? ხო, ჩემი პრესი გამოჩნდებოდა.
კარგი ბრაუს დარჩი მაიკაში. მიდი, პოზები მაჩვენე. კარგი, თუ ასე ითხოვ. მაგარია ბრაუს, მიდი, პოზა შეიცვალე. მაგარია. საერთოდ მაგარია. მოკლედ გოგოებო, სანამ თქვენ მობეზრებული გაქვთ კლასი, აქ რაღაც ხდება. კალათბურთელები სელფებს იღებენ. ხო, აი ასე. მიდი ბრაუს, კიდე უნდა გადავიხოთ. არა, საკმარისი კარგი ფოტოა. ეს პოზა მოგწონს, მაგარია. მოიცა მეც მინდა რომ იმ რაღაცაზე ავცოცდე. სო, მიდი, გადამიღე. ჰე, აბა ჯიჯი, ჩვენ გვინდა ნახვა, მიდი გვანახე. კარგით, ნუ ყვირი ხართ, გაჩვენდით გოგოებო და იცით ვინ დაინახა პირველი? აი მე, ჯიჯიმ და თუ ყველა ერთად ვუყურებთ, მაშინ შეგვამჩნევენ. არ გესმით ეს ყველაფერი? დაგვინახავენ. ჯიჯი, ყველა ერთად თუ არ ვუყურებთ, ეგრევე მიხვდებიან, რომ შენ უთვალთვალებდი მათ მარტო. ხო, კარგი, მაგრამ იცოდეთ, სხვა გოგოებს არაფერს არ ეუბნებით. გასაგებია? ვაუ! ორი ბურთითაც გადამიღე ფოტოები. ბროვასტი, ფოტოებს რამდენად ხშირად იღებ, რაღაც ძალიან კარგად გამოგდის. გოგოებო, ფოტოები უნდა გადავიღოთ, ასეთი სიმპათიური ბიჭები, ასე პოზიორობენ. მარიუსა, რა გჭირს? ჯიჯი, გაჩუმდი, თორემ ყველაფერს ვეტყვი. ხო, კარგი. აბა, გოგოებო, როგორი ცხრილი გვაქვს დღეს? ცეკვა და ვარჯიში. ხო, კარგი, რატომ ყვირით? ნასტია, ხომ იცი რომ ჩვენ შორის ყველაზე სუსტი შენ ხარ, შენ უნდა აცდენ და ყველაზე ნაკლებად. მეგობრებო, ჩემი ბრალი არაა. მომისმინე, შენ ადგილას მოვკეტავდი, რა ჩემი ბრალი არაა. ხო, შენს გამო წაგვართვეს ტელეფონები. ხო, ჩანთები შენს გამო შეგვიმოწმეს. ხო, გადარჩი რომ აიქოსი თან არ მქონდა. პატრიკ და ჩემი აიქოსი სადაა? იქაა სადაცაა, ნაგავში გადავაგდე რომ დირექტორს არ ენახა. პატრიკ, რომელ ნაგავში? დირექტორის ოთახში როა. პატრიკ, გაგიჟდი? урნა თითქმის ცარიელი იყო, დაინახავს. ხო, პატრიკ, მიდი შედი დირექტორთან და აიღე ჩემი აიქოსი. შენი იყო, შენ უნდა წახვიდე. კარგით, მეგობრებო, შეწყვეტეთ ყვირილი, თორემ დირექტორი გამოვა და გაიგონებს. ხო, საკმარისი არეულობა გამოიწვიეთ. ხო, სპორტსმენები ვართ და იფიქრეს რომ გარეთ ვეწეოდით. სპორტსმენები, მე ჩემი აიქოსის დაბრუნება მინდა. ეს მხოლოდ შენი პრობლემაა. მეგობრებო, ორი წამით. მომისმინე არტემ, შეწყვიტა ჩვენი დევნა. მხოლოდ პრობლემებს ხო არტემ, დისტანცია დაიკავე. შენაირ არეულობის მომტან ადამიანთან მეგობრობა აღარ გვინდა. კარგით, ესე იგი ასია, ხო? ინანებთ ყველაფერს, რაც თქვით. ვაიმე, გოგოებო, ძილი მჭირდება. ძალიან გადაღლილი ვარ. დიანა, ვარჯიშის მერე სახლში წავიდეთ, მაგრამ მასწავლებელს რას ვეტყვით? რამეს მოვიფიქრებთ და აქ რა ხდება? გოგოებო, ეს უკანალების პირამიდა რა არის? ვაიმე, ჩირლიდერებო, გამარჯობა. თქვენ არ იცით აქ რა ხდება, არ იცით? გოგოებო, არ მესმის, ეს რაღაც ხუმრობაა? უბრალოდ გაგვატარეთ, გვაგვიანდება ისედაც. ხო, ვარჯიში უნდა დავიწყოთ, ხო? გოგოებო, გაგვატარეთ. ხო, თქვენი უკანალები გზას გვიფარავს. არ ვიცი, საერთოდ მინდა თუ არა გავიგო აქ რა ხდება. აბა ვის უთვალთვალებდით? არ გეტყვით. კარგი გოგოებო, წავიდეთ. ხო, რა უცნაურია. კალათბურთელებო, გითხარით აქ რა ხდება? ხო, რა არის? რას აკეთებთ აქ? ეს ფოტო მაგარია. ვაუ, გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა, სმაილიკ. დაამთავრეთ უკვე ვარჯიში? ხო, ამ წამს მოვჭით. მაგრამ ნორმალურია რომ ის სამი გოგო თქვენ გითვალთვალებთ და სანამ ვარჯიშობდით? კალათბურთელებო, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, მაგრამ რომ მოვდიოდით, სამი უკანალი დავინახეთ კართან. ხო, ჯული, მარიუსა და ჯიჯი სულ ზევით. სერიოზულად, ჩვენ ვერც შევამჩნიეთ. როცა ვნახავ, ვეტყვი რომ არ შეიძლება კალათბურთელებზე თვალთვალი. კარგით, ბიჭებო, ჯობია წახვიდეთ, ჩვენ ვარჯიშს დავიწყებთ, ხო და ბროვასტი იმათ დაელაპარაკა, ეს არ მომწონს. სმაილიკ, იმედია აქ არ იცვლიდი. დიანა, რა, ჩვენ უბრალოდ ვარჯიშობდი. ხო, რამე მოხდა? კარგით, ბიჭებო, რო ნახავთ, უთხარით, რომ არ უნდა გითვალთვალებდნენ ვარჯიშის დროს. ხო, ალბათ ფლირტი უნდათ. ხო, კარგი. და შორს დაიჭირეთ თავი. კარგი ვარჯიში გქონდეთ. გოგოებო, რომელიმე ხვდებით აქ რას აკეთებდნენ? დიანა, არაფერი არ მესმის, არც მე. დიანა, ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდნენ. ხო და უფრთხილდით ჯიჯის, ჯულის და მარიუსას, თორემ თქვენს კალათბურთელებს მოიტაცებენ. არა, ლეილა, ვიცი რომ სმაილიქს მხოლოდ მე ვუყვარვარ და სხვა არავინ. ხო და ბროვასტის მე. კარგით, გოგოებო, მოსაწყენ რაღაცებზე არ ვისაუბროთ, დავიწყოთ.
1 2 3 4 5 6 პროვასტი, ეს გაიგონე? მაშინ გვითვალთვალებდნენ, როცა ჩვენ ფოტოებს ვიღებდით. ხო, ეს არასწორია, უნდა დაველაპარაკოთ. ხო, წავიდეთ. პროვასტი, ჯიჯის რო დავენახეთ, ახლა ეს ამბავი მთელ სკოლას ეცოდინებოდა. მომისმინე, ჯიჯი თუ ახლა ყველას ეთყვის, ბიჭებიც გაიგებენ. ო, ღმერთო, დაიწყებენ ახლა დაცინვას. და ვინები იყვნენ? ჯიჯი, მარუსა და ჯული? ხო,ახლავე ყველა უნდა ვიპოვოთ. ხო, წავედით. ჯანდაბა სმაილიქს რა კარგი კუნთები აქვს. ხო, პროვასტისას შეხედე. გოგოებო, მეც მაჩვენეთ, მეც მაინტერესებს, მინდა ნახვა, მაგთხოვთ. ჯიჯი, შენ ტელეფონში შეხედე ფოტოებს. აი თქვენც აქ ხართ. ეს ყველაფერი რას ნიშნავს? კალათბურთელებო, ბიჭებო, ძალიან მაგარი კუნთები გაქვთ. კუნთები, ხო? თქვენ გვითვალთვალებდით? ძალიან პატარები ხართ, რომ გვითვალთვალებდით. ძალიან ცუდია, ფოტოების გადაგვიღეთ? კი, ჯიჯი. მომისმინე ჯიჯი, აქ მოდიახლავე. არ შემეხოთ ბიჭებო, საპირფარეშოს ვიყენებ. კარგი ბრაუს, წავიდეთ. არ მინდა გოგოების ოთახში ლაპარაკი. კარგი, ჩვენ გარეთ დაგელოდებით. გოგოებო, რა გავაკეთოთ? გაიგეს, რომ ტელეფონში მათი სურათები გვაქვს. ნუ ნერვიულობ, უბრალოდ წავშლით. რა, გაგიჟდი? წარმოგიდგენია საერთოდ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ფოტოებით? ჯიჯი, რისი? შარში გახვევის? ხო, ჩემი აზრით ჯობია წავშალოთ, მე ვშლი. ჯიჯი, მოიცადე, აი ამ ფოტოებით მთებს გადავდგავთ. წარმოიდგინეთ, კალათბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ჩვენ ვეტყვით. ჯიჯი, რა ჭკვიანი ხარ? გოგოებო, ანუ რას ვაკეთებ? ჯული, არ წაშალო, კარგი. კარგი, დაიმახსოვრე, გარეთ არ უნდა გავუშვათ. ხო, არსად არ გავუშვებთ. ტელეფონები მოგვეცით, ახლავე. იცით კალათბურთელებო, ტელეფონი არის პირადი ნივთი, თან ჩვენ პირად ინფორმაციას შეიცავს. ესე იგი ეს რას ნიშნავს? სხვის ტელეფონს ვერ აიღებთ. ტელეფონი პირადი სივრცეა და სხვა ადამიანზე თვალთვალი პირადი სივრცის დარღვევა არა? ტელეფონები. რას აკეთებენ ისინი? აჰა, ახლა წაიღეთ. თქვენ ვერ შეგვაჩერეთ. ხო, ვეცდებით. არ მოგვიახლოვდეთ კალათბურთელებო. რა ხდება აქ? ჯიჯი, რა უნდათ კალათბურთელებს შენგან? პატრიკ, საყვარელო, ჩემი ტელეფონი უნდა. კალათბურთელებო, აგვიხსენით, ჯიჯის ტელეფონი რაში გჭირდებათ? ხო, ბიჭებო, მარტო ჯიჯის ტელეფონი კი არა, ჩვენი ყველას ტელეფონი უნდათ საერთოდ. არ მესმის კალათბურთელებო, ჩვენ გოგოებს უშავებთ რამეს? წამოდით, დავიჭიროთ. ბიჭებო, დაელაპარაკეთ რა. მეგობრებო, მოიცადეთ, აგიხსნით ყველაფერს. ეს ყველაფერი მათი ბრალია. რა, ახლა იძახი რომ ჩვენი გოგოების ბრალია? მათ თქვენთვის რა უნდა დაეშავებინ, ხო? ისინი ხო ანგელოზები არიან. ანგელოზები, ხო? მაშინ თქვენი ანგელოზები დარბაზში რატომ გვითვალთვალებდნენ? გოგოებო, ბიჭებს შეხედეთ. ბიჭებო, რას ფიქრობთ რომ აკეთებთ რა ხდება? ჩირლიდერებო, წაიყვანეთ თქვენი კალათბურთელები. ხო, ისინი ჩვენ გოგოებს აშავებენ. რა? კარგი ბიჭებო, დამშვიდით, ახლა მოგიყვებით როგორ მოხდა. მე და გოგოები მესამე სართულზე ავედით, როცა დავინახეთ ყველაზე უცნაური რაღაც. ნასტია, აჩვენე. 3 უკანალი. ეს ჯიჯია, ის ჯულია შუაში და მარუსასადაა. არტომ ახლა ყველაფერი გასაგებია. მართალია ბიჭებო, კარგად შეხედეთ რას აკეთებენ თქვენი გოგოები. ხო, კალათბურთელებს ეფლირტავებიან. თქვენ იცავთ, ისინი კი უთვალთვალებდნენ. ხო, ჯული, ჯიჯი და მარიუსა, აბა სიმართლეს ვამბობ? რა? არ არის ეს სიმართლე. ეს თქვენი უკანალები არა? ხო, მარტივი მისახვედრია, რომ ჯული, ჯიჯი და მარუსა ეს თქვენ თვითონ გადაწყვიდეთ. ხო, წავედით მეგობრებო. ჰეი, ბიჭებო! მისმინეთ გოგოებო, მართლა არ უნდა უთვალთვალებდეთ კალათბურთელებს. ხო, კიდევ ერთხელ თუ დაგინახავთ, შარში იქნებით. კარგით, ხო გოგოებო, წავედით. ხო, წავედით. ამ კალათბურთელებს უნდათ რომ ამ კალათბურთელებს უნდათ რომ ანგელოზებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ამ კალათბურთელებს უნდათ რომ ანგელოზებს მიაყენონ შეურაცხყოფა.